კრემლის უკრაინაში შეჭრის საფრთხის ფონზე დასავლეთს და რუსეთს შორის დაძაბულობა თანდათან ღრმავდება. შეერთებული შტატები, ბრიტანეთი და ევროკავშირი დასავლელ მოკავშირეებთან ერთად რუსეთის შემდგომი აგრესიის პრევენციის მიზნით მოსკოვისთვის მკაცრი ეკონომიკური და ფინანსური სანქციების მთელ პაკეტს ამზადებენ. ევროკავშირი რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდების მოსალოდნელი შეფერხებებისთვისაც ემზადება. ბრიუსელი გაზის იმპორტის გაზრდას და დამატებითი წყაროების მოზიდვას ცდილობს, რადგან რუსული გაზი, რომელიც დღეს იმპორტირებული ბუნებრივი აირის 40%-ს შეადგენს, ევროკავშირს უკვე შეფერხებით მიეწოდება. Wir bauen zum Beispiel mit den USA eine Partnerschaft. ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით ღრმავდება პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან, რაც ძირითადად გათხევადებული გაზის მარაგის მოცულობის გაფართოებას ეხება. ვესაუბრებით ბუნებრივი აირის სხვა მიმწოდებლებსაც, მაგალითად ნორვეგიას. იზრდება იმის ნიშნები, რომ კრემლი გააგრძელებს გაზის მარაგის პოლიტიკური წნეხის იარაღად გამოყენებას. ერთად მუშაობთ, რათა ევროპის ენერგომომარაგება შოკებისგან დავიცვათ, მათ შორის იმისგან, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას შეიძლება მოხვეს. ენერგოუსაფრთხოება პირდაპირაა მიბმული ეროვნულ უსაფრთხოებასთან, რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებასთან. რუსული გაზპრომი აცხადებს, რომ გაზის მიწოდება ევროპაში არ შემცირებულა. მოსკოვი უკრაინაში შეჭრის გეგმასაც უარყოფს. თუმცა კრემლი უკრაინის საზღვრებზე ჯარების და სამხედრო ტექნიკის მობილიზაციას კიდევ უფრო ზრდის და პარალელურად დასავლეთს უსაფრთხოების მოთხოვნებს უყენებს, მათ შორის რეგიონში ნატოს აქტივობების შეზღუდვას და ალიანსში უკრაინის და საქართველოს გაწევრიანებაზე წერილობითი უარის თქმას. ნატო არ აპირებს ფუნდამენტური პრინციპების დათმობას. ეს ყოველივე კი ევროპის ენერგოსექტორს საგრძნობ რისკებს უქმნის, მით უმეტეს ზამთრის თვეებში, როცა ბუნებრივი აირის მიწოდებაზე ხშირად ევროპელთა საცხოვრებელი სახლების გათბობაა დამოკიდებული. ყურადღების ცენტრშია თითქმის 11 მილიარდ დოლარად ღირებული გაზსადენი ჩრდილოეთის ნაკადი 2, რომელმაც რუსული გაზი გერმანიას უნდა მიაწოდოს. თუ რუსეთი შეიჭრა, რაც ნიშნავს უკრაინის საზღვრების ტანკებით და ჯარებით გადაკვეთას, მაშინ ჩრდილოეთის ნაკადი 2 აღარ იქნება. ჩვენ მას დავასრულებთ. მართალია გერმანიის ლიდერს ვაშინგტონში ვიზიტისას უშუალოდ გაზსადენი არ უხსენებია, მაგრამ მან ინგლისურ ენაზე ხაზგასმით თქვა, რომ დასავლეთის პოზიცია ამ მხრივ ერთიანი იქნება. ამერიკელ მეგობრებს ვეუბნებით, რომ ერთად ვიდგებით, ერთიანად ვიმოქმედებთ და ყველა საჭირო ნაბიჯს გადავდგამთ. ანალიტიკოსების აზრით, თუ წარსულში გერმანიას და ამერიკას შორის ენერგოსექტორში წყაროების დივერსიფიკაციის აუცილებლობის მიმართულებით აზრთა სხვადასხვაობა იყო, დღეს სიტუაცია იცვლება. ურთიერთობა ენერგიის მიმართულებით გაცილებით უფრო ღრმაა, ვიდრე ეს ერთი გაზსადენი. ვიტყოდი, რომ აზრთა სხვადასხვაობა მცირდება, რადგან გერმანიის მთავრობა და კანცლერი შოლცი უკვე აცნობიერებენ იმას, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში სასწორზე ჩრდილოეთის ნაკადი 2-იც კი იქნება. ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით 2021 წლის ბოლო კვარტალში ევროკავშირისთვის ამერიკიდან გათხევადებული აირის მიწოდება 40%-ით გაიზარდა. ევროპაში ენერგიის დამატებითი რესურსების მიწოდების მიზნით მოლაპარაკება გრძელდება ყატართან, აზერბაიჯანთან და რამდენიმე სხვა სახელმწიფოსთან. მაია ქვარცხავა, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.